მოგესალმებით, ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, მოდით ვნახოთ დღეს ჩვენ რა მნიშვნელოვანი მოვლენა სულ მალე მოხდება თქვენ ცხოვრებაში, ანუ შემოვა რაღაცა ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? კითხვები გამზადებული მაქვს, გითხოთ ახლა რას მოგიტანთ მე ეს მოვლენა რომელიც შემოვა? რა შესაძლებლობები გაიხსნება? Ну, დავესთავად ჯერ გავაკეთოთ სიგნიფიკაცია, რომ გავიგოთ, რომ ეს გაშლა არის თქვენი და თქვენთვის, ჩემო ლამაზებო, მოდით აბა ვნახოთ. ნახოთ, ვისთვის იქნება დღეს ეს მშვენიერი გაშლა. Так. Ну, ეხლა ჩემო ლამაზებო. Так, ბიჭებო, თქვენთვის უეჭველი. ყველა ვარიანტში, ესე იგი, სამი პერსონაჟი გამოვიდა, სამივე გამოდის მამაკაცების ფიგურები. ანუ, რაინდი არის თასების, რაინდი რა არის, ესე რა ქვია, იმპერატორი და აქ ახლა ცხრიანი თასებისაც აქ არის ლამაზი ქმაწვილი. და სხვათა შორის მაგას აქ ზის ეს ადამიანი ნახეთ რა ძალიან დიდრულად ჩაცმულია და იმდენი ფული უდევს ბედნიერება ამისი ფინანსებში. ესე იგი როგორი სიტუაცია ნახეთ მეც ახლა ცოტა გავჩერდი შევედი არკანში. ნახეთ ახლა რა საინტერესო არის რა. პრინციპში ახლა ნახეთ თუნდაც იყოს ეს გინდა ბიჭი, გინდა გოგო, ჩვენ საჯარო გაშლა გვაქვს, ხო? მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, ნახეთ, აქ იქნება ორი სიგნიფიკაცია. შეიძლება ვინმე ახლა უყურებს და ანუ ძალიან არის გადართული თავის პარტნიორის პრობლემებზე. არ არის გამორიცხული, შეიძლება დაუშვათ ხედავთ, რომ რაღაც უხასიათობა ჭირს თქვენს პარტნიორს, ხო? და ან ხედავთ, რომ თქვათ როგორი მომენტია, იცით? ნუ მე ბევრჯერ მithქვია თქვენთვის, რომ მამაკაცებისთვის აი ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მატერიალური მხარე გქონდეს კარგად. აი არ გეგონოთ თქვენ თუ რამეს არ აკეთებს ან რაღაც ეს არ აწუხებს. მამაკაცები არიან ეგრე აწყობილნი, რომ აი მაგათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და არასოდეს არ გეგონოთ, რომ ნუ ახლა ეს უკვე სხვა თემაა, ვინ რას აკეთებს მაგისთვის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რომ მაგათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ეს უეჭველი და ამიტომ შეიძლება ადამიანი ახლა დაუშვათ ბიჭებო თუ თქვენზე ახლა რა თქმა უნდა თქვენ ფიქრობთ კიდე რა შემიძლია გავაკეთო ისეთი რომ თქვათ უფრო კიდე მომემატოს ფინანსები. ეხლა ნახეთ და შეიძლება გოგოებო თქვენ მაგაზე ხართ გადართული. ესეც არის კი ბატონო, მაგრამ თუ დაუშვით ჩვენ პარტნიორს, ნუ მამაკაც თავი დავანებოთ და იყოს ემძრო ახლა ეს ენერგია, როგორც ავიკითხოთ თქვენ ახლა გინდათ რომ აქ დაჟე რა არის, იცით? აი ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს რაღაცა ძალიან შეგნებულიც მასშტაბური გაქვთ რაღაცა ჩაფიქრებული. იცით რა არის? აი დაუშვათ, ნახეთ აი უფრო კიდე ვისთვის იქნება ეს აი მინდა როგორ აგიხსნათ, ნახეთ ყველა ადამიანს აქვს თავისი მასშტაბი, ხო? ახლა ჩვენ ახლა რა თქმა უნდა ახლა ეს საჯარო გაშლა გვაქვს, ამიტომ მინდა რომ აი რო თქვენ იცოდეთ რომ უყურო თუ არ უყურო ეს გაშლა. ნახეთ, ზოგისთვის შეიძლება აი ვიპოვო კარგი სამსახური სიტყვაზე, ეს არის ძალიან გლობალური და მასშტაბური მისი თქვათ სურვილი. და აქ რატო ვამბობ ამას, იმიტომ რომ იმპერატორი არის და ცხრიანი არის აქ იმისი რა ქვია თასების. ანუ ვეძებ ეხა რაინდი აქ ამ შემთხვევაში აი ამ დასტაში დგას და ფიქრობს რა, აქ ცოტა მოწყენილი ვფიქრობ მე და აი ნახეთ ძალიან საინტერესო არის, ნახეთ თვითონ დგას თავის ცხენთან, ხო? და არის ცოტა დატყრუნული, მაგრამ ნახეთ აქ უდევს მაგას აი ჭიქა, ხო? რაღაც ბოკალი თუ რაღაც აუდეს და იქ არის მისი ანუ ოცნება, ასე რომ ვთქვათ რა. ეხლა არა ვარ, ნუ შეიძლება ვფიქრობ, შეიძლება თქვათ ემოციურად რაღაც ისე არის, აი ნუ ვერ არის კარგად ასე რომ ვთქვათ, ხო? ნუ რაღაც ნერვიულობ შეიძლება, მაგრამ ოცნება აქ ამას ოცნება, დიდი ოცნება უდევს აი აქ. მე ეხლა კი ვარ მასე, მაგრამ ძალიან როგორ ვარ იცით, აი მინდა ბედნიერი ვიყო.
აი ესეთი რაღაცა. მინდა რაღაცა ეს ოცნება ჩემი ასრულდეს. და ნახეთ, ახლა მეორე ვარიანტი. შეიძლება ადამიანი უბრალოდ აი იმპერატორი არის, ეს დაუშვათ რაღაცა დიდი საქმე მინდა დავიწყო. აი რაღაცა მაგ ჩაფიქრებული გლობალური შეიძლება ბიზნესი მინდა. ეს ადამიანი შეიძლება თქვა გოგოებსაც ეხება. ბიზნესი მინდა, რომ თქვათ მქონდა. ან სულაც ბანალური შეიძლება ვიღაცას უბრალოდ უნდა რომ ძალიან აი ესეთი შეძლებული ადამიანი შემოვიდეს მის ცხოვრებაში, რომელიც მას დაეხმარება, რომ თქვათ მისი სიტუაცია გაუმჯობესდეს. ნუ აი ესეთი სიგნიფიკაცია დავტოვოთ ჩვენ პრინციპში მე მგონი რომ უნდა მივხვდეთ რომ თქვენია თუ არა. შეიძლება ხო გეუბნებით ან სამსახური კიდე ერთი ვარიანტი ნახეთ, კიდე ერთი ვარიანტი. ზოგი ფიქრობს შეიძლება ელოდებით თქვენ გზიდან შეიძლება თქვენს მამაკაცს რომელიც შეიძლება არის წასული თქვათ საზღვარგარეთ ნუ ან სადმე სხვა ქალაქში სხვა ქვეყანა ნუ სადღაც წასულია და გინდათ რომ თქვათ მალე დაბრუნდეს და ელოდებით და რაღაცა გეგმებსაც უკვე აწყობთ. აი აგეუბნებით, აქ ბიზნესიც შეიძლება იყოს, შეიძლება შეხვედრას რას ელოდებით, შეიძლება ზოგი წინადადებას ელოდება ამ მამაკაცისგან, იმიტომ რომ შეიძლება ამ მამაკაცმა გითხრათ, რომ მე კი ცუდად მოგიყვან, მაგრამ ჯერ ჩემი ფინანსური მდგომარეობა უნდა გავაუმჯობესო. აი აქ ბევრი რაღაცა ვარიანტები და ამიტომ პრინციპში რა ვიცი, ოდნავ რო რეზონირდება შეგიძლიათ ნახოთ, იმიტომ რომ მართლა აი ბიჭებო თქვენ უთის უეჭველე რომ თქვენ აი რაღაც ფიქრობთ რომ გლობალურზე უფრო მეტი რომ იმპერატორი ახლა არ ფიქრობს იმაზე რომ თქვათ ახლა ბანალურ რაღაცებზე ეს არის დიდი გეგმები ყოველთვის რა თქოიხება ეს ბიზნეს დაუშვოთ და ანუ კიდე რა შემიძლია გავაკეთო დაუშვოთ როგორ გავაუმჯობესო ჩემი ბიზნესი აი ასე თქვა ან რაღაცა იდეა შეიძლება გქონდეთ ისეთი რომ აი მინდა ძალიან აი ისეთი რომ აი რა ვიცი კარგით ნახოთ აბა ნახოთ ახლა ჩვენ როგორი მოვლენა უკვე დგას თქვენ კართან ხო თქვენ ცხოვრებაში აი ეს მთავარი იყოს აქ რა ცვლილებებს მოგიტანთ თქვენ ეს მოვლენა შემოიტანს თქვენ ცხოვრებაში რა დაგეხმარება თქვენ რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს შანსი რა დაბრყოლება შეიძლება მოხდეს მაგრამ ისეც ნახოთ როგორ შეგვიძლია ჩვენ მაგასაც გაუმკლავდეთ ხო და რა ახალი პერსპექტივები ან შესაძლებლობები გაგეხსნება თქვენ აი ამ სიტუაციით, ხო? ну აი ამ შესაძლებლობებით, რასაც ახლა ვეთქვით. აი აკაც ნახეთ, აქ გეუბნებით, აქ გოგოებო, თუ თქვენს პარტნიორზე ფიქრობთ, უეჭველი აკაც კიდე რაინდე გამოვიდა იმისი, რა ქვია, თასების და ამიტომ შემიძლია გითხრათ, რომ რაღაცა სიტუაცია აქ რთული შეიძლება, ან თქვენ საყვარელ ადამიანს და თქვენ თუ დაუშვათ ну მართლა მაგაზე ძალიან ბევრს ფიქრობთ, შეიძლება ეს რომ რაღაცა არ არის ან ხასიათზე ან რაღაც ну ან თქვენ ფიქრობთ ოცნებობთ. კაი, ეს ბოლო იყო დასის, ჩვენ ახლა ეს არ გვჭირდება, ჩვენ ახლა გვჭირდება აი ეს პირველი. ანუ რა მოვლენაში მოდის? აჰა, რა საინტერესო მოვლენაში მოდის. ეხლა ნახეთ, ორიანი პენტაკლების საერთოდ არის როგორ კი ბატონო, აქ არის რაღაცა ახალი შანსი. უეჭველი. ნახეთ, ახლა გეტყვით, აი მოიცა შევალ კარგად ახლა მე არკანში, იმიტომ რომ ეს ძალიან საინტერესო არის აქ. ახლა გეტყვით. შეიძლება პენტაკლების ორიანი ეს საერთოდ ორიანები ეს არის რაღაცის დაწყება. მე რაღაცა მინდა დავიწყო, ხო? აქ რადგან პენტაკლები ეს რა თქმა უნდა შეგვიძლია ჩვენ წავიკითხოთ ან როგორც მატერიალური თემა ავიღოთ, ან დაუშვოთ საერთოდ ცხოვრების სეული, იმიტომ რომ პენტაკლები ეს არის ესეთი მასწი, რომელიც გვაჩვენებს ჩვენ მატერიალურ მხარეს, ანუ ჩვენს თქვა და ნუ ფინანსები, ჯანმრთელობა, ესეთი რაღაცები. ხო და ამიტომ აქ შემიძლია გითხრათ რა რომ თქვენ უკვე გაქვთ რაღაცა გამოცდილება. ნახეთ ეს როგორ დგას და ამას აქ უკან პენტაკლი. ანუ მე უკვე მაქვს რაღაცა გამოცდილება, ანუ ორი პენტაკლი მაქვს, ანუ უკვე რაღაცა გზა ადამიანმა გამოიარა, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით ახლა ვინც ჩემთან მარატონზე იყო, მე კიდევ ახსნილი მქონდა ეს მომენტი, რომ ტაროში რა, ანუ რას გვაჩვენებს ჩვენ გზას 2-დან 10-მდე, ხო? 2-დან 10-მდე ჩვენ რაღაცა გამოცდილებას ვიღებ, კიდე და ასე ყველა სფეროში. აი აქ არის ზუსტად რომ რაღაცა გამოცდილება მე უკვე მაქვს მიღებული. ეხლა მე მინდა რომ რაღაცა შანსი კიდე მინდა. იმიტომ გითხარით რომ აქ რაღაცა ჩაფიქრებული აქ ადამიანს შეიძლება რაღაცა
თქვათ, აი, გინდათ ახალი ბიზნესი, ახალი სამსახური, ახალი საქმე, ახალი თქვათ, გადასვლა სადმე, ხო, სიტყვაზე, გინდათ ახალი ურთიერთობა, არა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ჩვენ ახლა, მე ვიძახეს ახალზე, იმიტომ რომ აქ ახლა ისე გამოვიდა, რომ პრინციპში, იმპერატორი ცოტა ისეთი თემაა. ეხლა ნახათ რა ხდება. აქ ეს ბიჭი, აი აქ დგას ეს პენტაკლები, ხო უჭირავს მაგას და უყურებს, მაგრამ მასკა აქვს, გაიგეთ მაგას აქ სახეზე ვერ ვხედავ კარგად, ჯერ რა გავაკეთო, რა პერსპექტივა, რა საწავიდე, გაიგეთ? ანუ მინდა აქაც ხო ვთქვით, ჩვენ ნახათ აქ რაინდში არის ცოტა დატყრონული, მაგრამ აი ეს ამ ჭიქაში უდევს რაღაც მისი ოცნება. ხედავთ რა? ანუ რაღაცა მინდა გავაკეთო გლობალური, ხო, რაც გაუმჯობესებს ჩემს შინაგან მდგომარეობას, იმიტომ რომ თასები მაინც ეს არის ჩვენი სულიერი განწყობაც, ხო? ანუ და მაგრამ დგას, ნახეთ, აქ არის, აი, ცირკში რო არის, აი ესეთი ტოკი და იმ ტოკზე დგას, ეგ ანუ რისკია, რაღაცა რისკია. კი, მინდა რაღა გამოცდილება რაღაცა კი მაქვს. ჩვენ ახლა აქ ვივარაუდოთ, რადგან იმპერატორია, ახლა ჩვენ ვერ ვეთქვით, რომ ეს პატარა ბავშვია, ხო? უკვე ადამიანს აქ რაღაცა გამოცდილება აქვს ცხოვრებისეული და ეხლა მინდა კიდე რამე შანსი, მაგრამ აი არ ვიცი ჯერ გამომივა თუ არა, რაღაცა ახალი შეიძლება, ხო? მოდით კიდე ეხლა გავხსნათ ეს ჩვენ და მოდით ეს დასტარა, აი ამას გამოვიყენებ, აი მოიცადეთ ეს მოვამზადე ეს პატარა, ეს ძალიან მომეწონა. ეს ამისი ორიგინალი მინდა შევიცინო. ძალიან მომეწონა. ანუ ესე იგი ნახეთ, მაინც ამაზე აქცენტს გავაკეთებ, ხო? რას გულისხმობთ თქვენ? აი აქ ამ ორიანში სიტყვაზე. ეს იმიტომ რომ ეს არის მთავარი რაღაცა, მოვლენა და უფრო გაგვიხსენეთ ახლა ჩვენ. აქ არის უკვე მეფე წამოვიდა, იმისი რა ქვია, ქვერთხების კიდე. Так, რაღაცა მერყეობა გაქვთ, შინაგანი ბრძოლა. საიდანაც გამოსვლა გინდათ თქვენ, ძალიან და რა მოვლენა რა არის, ანუ გადადის, მოდის, გითხარით წესიერად. რაღაცა გაგიხარდება ძალიან, იცით? ძალიან გაგიხარდებათ. იცით რა არის? აქ თითქოს მე გეტყვით, აქ ფინანსური მდგომარეობა თქვენი იცვლება. პრინციპში ნახეთ, აქ ესე იგი თქვენ კიდე ნახეთ როგორი შეიძლება იყოს თქვენი სიგნიფიკაცია, თქვენ უკვე გრძნობთ. იმიტომ რომ ნახეთ, თასები ეს მე რასაც ვგრძნობ. ხო? ანუ შეიძლება უკვე ჩვენ აქ რას გვაჩვენებენ, იცით? მე ვგრძნობ, რომ სუმალე ჩემი ცხოვრება უკეთესი იქნება. შეიძლება უკვე თქვენ აქ ნახეთ საქმე, რომელიც თქვენ დაუშვათ გინდათ, რომელიც თქვათ, ან რომელიც თქვენ გაძლევთ სიძლიერეს, შეიძლება ესეც იყოს, გაიგეთ რა ხდება? იმიტომ რომ აქ მაჩვენებენ, რომ თითქოს ანუ თქვენ გამოდიხართ რაღაცა სიტუაციაში, ვთქვათ, ვერ მოქმედებდით, ვერ აკეთებდით რაღაცას იმას, რაც თქვენ გინდოდათ, იყო რაღაცა დაბრყოლება, ან შეიძლება შინაგანად გქონდა თქვენ რაღაცა დაბრყოლება, ეგაც არ არის გამორიცხული, მაგრამ აქ დიდი შანსი გეძლევა თქვენ იმისი, რომ თქვენ აი რაღაცა დიდი ტანხები ან რაღაცა შემოიმატოს თქვენ ცხოვრებაში. აი იმიტომ არის და შეიძლება კიდე აქ იცით რა არის? ანუ ეს მოვლენა, რომელიც უკვე დგას კართან, ასე ვთქვათ, თქვენი ცხოვრების, თქვენ ჯერ შეიძლება უბრალოდ ფიქრობთ, ანუ აი არის ზოგჯერ ესეთი მომენტები, რომ აი რაღაც ვფიქრობ, იქნება და მოხდეს, იქნება და აი ეგეთ რაღაცა. მიხვდებით, ხო? რას ვამბობ. Так, შემდეგი ახლა ჩვენ ნახოთ აბა რა ცვლილებებს შემოიტანს ეს, რა ცვლილებებს. მე 15 არკანი?
ანუ ეს იქნება როგორ აი ეს არის ვნება, ეს არის даже ვნება კი არა, ну ვნება ხო ალბათ სტრასი როგორ არის. ანუ როცა რაცვლირებებს შემოიტანს, ეს როცა აი მე მინდა რომ გავაკეთო, მე მინდა მე მსია, ანუ მე-15 ენერგია ეს არის ძალიან მაგარი ენერგია, როცა იმიტომ ეს ნუ ეს არის ცხოვრებისეული ჩვენი სიტუაცია, ეს არის სიტუაცია, რომელიც არის უშუალოდ რაც ხდება ეხა მიწიერ დონეზე. აი ეს არის ეს მომენტი რა. და ამიტომ აქ შემიძლია გითხრათ, რომ მე-15 ენერგია ეს იმას ნიშნავს ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, ცვლილებები, რომ თქვენ ძალიან დაინტერესებული იქნებით და შეიძლება აი ძალიან ბევრი ენერგიასაც ამაში ჩადებთ რა. კი, თუ სპინტაკლი, ну всё. ეს ეგრევე პირველი რაც წამოვიდა, საერთოდ იცოდეთ, ვინც ახლა მუშაობს ხო ტაროს, პირველი რაც წამოვა, ეს არის ყველაზე ნაღდი. აი პირველი რაც რო დავინახე ეშმაკის ენერგია, ეგრევე ვთქვი, რომ რაღაცა ფულის ენერგია წამოვიდა და ეგრევე პენტაკლების თუზმა დამემტკიცა. აი იმიტომ ყოველთვის პირველი იმპულსი, პირველი რაც მოდის, აი ეს არის რა, აქედან არკანიდან ეს უნდა ამოიღოთ. დანარჩენი მერე უკვე შემდეგი ინფორმაცია. ნახოთ ახლა ჩვენ, ანუ ფულის თემა შეიცვლება თქვენი, იმიტომ რომ იმპერატორი და ეხლა აქ ესეთი სიგნიფიკაცია, რომ თქვენ ეს იგი რაღაცა უკვე გააქვთ, ეს მნიშვნელოვანი ჩაფიქრებული, მიხვდეთ რა ხდება. ეხლა ნახოთ რა დაგეხმარება თქვენ მაქსიმალურად ეს შანსი გამოიყენოთ, რა დაგეხმარებათ, აი თქვენი განწყობა დაგეხმარებათ. ეხლა ნახეთ, აქ არის 7-იანი თასები, ეს არის ოცნება ამ შემთხვევაში. თქვენ რა დაგეხმარებათ და ამაზე ეს ვიზუალიზაცია უნდა გააკეთოთ, ანუ წარმოიდგინოთ, საერთოდ რაც აი ნახეთ, რაც ჩვენ ცხოვრებაში ხდება, აი ეს ჭიქა, ნახეთ როგორი ლამაზია. ხო, ესე იგი ვიღაცამ წარმოიდგინა ჯერ, რომ მე აი ესეთი ჭიქა გავაკეთო, რომ იქ იქნება ყვავილები, რაღაცები და ადამიანი ამიდან წყალს რო დალევს, ეს სიამოვნა, ეს ხო ჩაიფიქრა ვიღაცამ და წარმოიდგინა და ეს იმიტომ მე შექმნა, ხო? ან დაუშვით ვინმეს უთხრა და იმან შექმნა. აი ნებისმიერი ეს არ სტარო, ხო? აი ყველაფერი რაც სახში გაქვთ, ხო? ანუ ვიღაცამ ჯერ წარმოიდგინა, მე ეს შეიქმნა. აი ეს არის რა. ამიტომ აქ აუცილებელი არის, რომ თქვენ ეს აი მედიტაციებიც ამაგრად ეხმარება სხვათა შორის, აი ძალიან მაგრად ბიბლიოთეკაში ჩვენთან არის ეს კურსზე, ჩემთან კლუბში. ანუ რომელიც შენ უფრო შენ ხედავ, შენ რაღაცა ვარიანტებს ხედავ. ამ შემთხვევაში ეს არის ეს უნდა იყოს შენი ოცნება და ნუ აი წარმოიდგინე, აქ უფრო მოდის ჩემთან ვიზუალიზაციის ენერგია. უფრო ესეთი მოდის რა. ნახოთ ეს მაქსიმალურად რა დაგეხმარება, ანუ წარმოვიდგინო, ვიფიქრო, შევიგრძნო, არჩევანი გავაკეთო, გაიგეთ, ანუ ენერგია იქ გაუშვა. აი ეს გაგეხმარება და რა შეიძლება იყოს, რა დაბრკოლება შეიძლება იყოს, არ ცოდნა. აი ნახეთ, იმიტომ ვთქვი, რომ აქ რაღაცა ახალი სიტუაცია არის, ახალი შეიძლება საქმეა. ნახეთ, ან ახალი სამსახური, რაღაცა ახალი, ხო, თავიდან ეს აგიხსენით, მაგრამ ინფორმაცია, ორომე. აქ ინფორმაცია შეიძლება არა გაქვთ. ჯერ აი რა გავაკეთოთ, ინფორმაცია უნდა მოაგროვოთ თქვენ ამ საქმეზე, ამ სიტუაციაზე, თქვათ, ახლა არ აქვს მნიშვნელობა რას ეხება, ხო? ინფორმაციაც უნდა მოიპოვოთ აუცილებლად და რა თქმა უნდა, მე ვნახოთ ახლა როგორი რა შესაძლებლობები გაგეხსნებათ. ნუ პირნად ასების ისა რა ქვია, არის პაჟე. უბრალოდ რა არის, იცით, აქ ყველა ვარიანტი თქვენ გიქნებით, აი თქვენი სული იზეიმებს, ასე რომ ვთქვათ რა. ანუ იმიტომ რომ ეს ესეთი საქმეა, რომელიც ნამდვილად თქვენ მოგიტანთ სულიერ ბედნიერებას, კიდე რას მოგიტანთ და ნუ კი, აი ძალიან გახარებული, ძალიან კმაყოფილი იქნებით, აი იზეიმებთ რა, იზეიმებთ, იტყვით რომ ვაიმე რა მაგარია რომ მე ეს ბოლოს და ბოლოს გავაკეთე, რა მაგარია რომ მე ეს შევძელე, აი უძლიერესი სიამოვნება, უძლიერესი, სადაც თქვენ ნამდვილად, ანუ გაძლიერდებით, კმაყოფილი, ბედნიერი, წარმატებული, არ ვიცი, აქ რაღაცა ფულიც გექნება და ყველაფერი, რაღაცა ძალიან მაგარი შემოდის თქვენ ცხოვრებაში, ანუ თქვენ თუ ეხლა დაუშვოთ, გრძნობთ, რომ რაღაცა მინდა ანახალი რაღაცა იდეა მოგივიდათ, ხო? და თქვენ ფიქრობთ, რომ აქედან შემიძლია მე ბედნიერიც ვიყო, კარგად ვიყო და პლუს კიდე ეს მე მახარებს, ანუ ეს ზუსტად ეს მომენტი, როცა ჩვენ
პოულობთ იმ საქმეს, რომელიც ჩვენ უბრალოდ აი გვიტაცებს, მინდა ეს გავაკეთო, ხო? აი ეს არის ძალიან მაგარი რამე, იცით, რომ მე უკვე შენ თვითონ მთელი ენერგიით შედიხარ აი ამ საქმეში. ნახეთ როგორ გეუბნებით, რომ ეგრევე შედიხართ, ანუ რა ცვლილება მთლიანად იქნებით მიჯაჭვული ამ საქმეში, რომ აქედან ფულიც წამოვათ მაგარი, გაიგეთ, იმიტომ რომ ანუ ეშმაკეს ენერგია ეს მარტო ხო არ არის, როცა ვეჯაჭვები ჩვენ პარტნიორს, ხო, აი საქმეც მომწონს, მინდა მთელი ენერგია მინდა ჩავსვა, იმიტომ რომ იცი რომ იქიდან მე წამოვა ის ანაზღაურება, გაიგეთ, რა ხდება, აი რაღაც ეგეთი ინტერესი გექნება აქ და იმენა უშუალოდ ფულის თემაში რა. და შეიძლება даже სხვათა შორის აი საერთოდ მინუსში როცა ეშმაკეს ენერგია ეს გვეუბნება რომ შეიძლება იყოს თქვათ ახლა აი ვიღაცა შემოგთავაზებს თქვათ იოლ ფულს და ნუ არ წამოეგო მაგას. აქ პირიქით შეიძლება даже მოგცემს რა, აი ადვილად რა ამ ენერგიას. ნუ არ ვიცი, ძალიან მაგარი მე ვთვლი რომ ესე დღეს იყო ესეთი გაშლა, რჩევებიც მე მგონი კარგი მოგცეს და მე გისურვებ წარმატებას ჩემო კარგებო.